როცა თქვენთან საუბრობ, ყოველთვის ვცდილობ არ ვიყო მიკერძოებული. როცა მიკერძოებული ვარ, ჩემი წესია რომ ეს წინასწარ გითხრათ. მაგალითად, მე შონ ომალის მიმართ მიკერძოებული ვარ, რომელსაც ჩემი გუნდელი ტიმ ველში ავარჯიშებს. კარგით, მოკლედ, შონ ომალი ამ საღამოს ძალიან კარგად იჩხუბა. შონ ომალიმ ყველაზე საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი ამაღამ. შონ ომალის ყველა ვერსია, რომელიც ნანახი გაქვს, თავისუფლად წააგებდა ამ საღამოს შონ ომალისთან. მათი პირველი ორთაბრძოლა სფეროში ძალიან ახლოს იყო. ოფიციალურად 3-2. თუმცა შონი არ ეთანხმებოდა ამას. ხუბი როცა დასრულდა, ის ზეიმობდა. მას ეგონა 3 რაუნდი თავად მოიგო. მან რაუნდის ვიდეო გამომიგზავნა, თუ სწორად მახსოვს ოქტომბერში წინა წელს. წერილი მომწერა და მითხრა თავიდან მეყურებინა. ახლა ზუსტად არ მახსოვს, მე-4 იყო თუ მე-5, მოკლედ, მითხრა რომ თავიდან მეყურებინა ამ რაუნდისთვის. უბრალოდ უყურე ამ რაუნდს, ოღონდ ვიდეოს ხმა გაუთიშეულა. ასეც მოვიქეცი და მან ის რაუნდი მოიგო. ოფიციალური შეფასების ბარათი წინ არ მედო, უბრალოდ არ ვიცოდი ეს რატომ გამეკეთებინა, თუმცა მე მაინც მივწერე. უთხარი ვუყურე მეთქი, მამ მკითხა რას ფიქრობდა, ვინ მოიგო რაუნდიო. უთხარი შენ მოიგე რაუნდი თქო. არ მითხრა რომ სამივემ საჯმა რაუნდი მერაბს მისცა. ახლა ამ ამბავს მხოლოდ იმიტომ გიყვები თუ დამეთანხმები რომ ომალის წესით ბევრი ცვლილების შემოღება არ სჭირდებოდა. მათ შეუძლია წინა ბრძოლის მსგავსად ებრძოლოს იგივე მეტოქეს, იგივე წონით კატეგორიიდან, იგივე ჯილდოზე, იგივე წუთების რაოდენობით. მოკლედ, შენ ფიქრობ, რომ მან პირველი ბრძოლა მოიგო და რემატჩისთვის რაიმე განსაკუთრებული ცვლილების შემოღება არ სჭირდებოდა, უნდა გითხრა, რომ მან შემოიღო ცვლილებები. ნამდვილად ქნა ეს. ჭიდაობა გამოასწორა, სკრემბლიც გამოასწორა, მერაბისთვის დიდი პრობლემები შექმნა. და ომალი დაახლოებით 10%-ით უკეთესი იყო იმ საღამოს, ვიდრე წინა დაპირისპირებისას. მაშინ რატომ მოხდა მისი დაფინიშება ახლა და არა წინა ბრძოლის დროს? მოკლედ, ტედი ატლასი. ყოველ ჯერზე როცა მასთან ვმუშაობ, დიდ სიამოვნებას ვიღებ. საუკეთესოა. ტედი ატლასმა მითხრა, რომ ჩემპიონების სამყაროში, როცა მებრძოლი მსოფლიო ჩემპიონობას იგებს, ის 30%-ით უკეთესი მებრძოლი ხდება. ზოგ შემთხვევაში კი უფრო მეტითაც. მხოლოდ ჩემპიონობის მოგებით. მერაბი უკეთესია. მერაბმა უკეთესად წარმოაჩინა თავი. თან ისეთ ოპონენტთან, რომელიც 10%-ით უკეთესი იყო. მერაბის შექება არ შემიძლია, უბრალოდ ვერ ვიზამ ამას. უბრალოდ ვერ ვიზამ ამას, სანამ შენ არ მიხვდები თუ რაოდენ კარგად იბრძოლა ომალი. როგორი მომზადებულები იყვნენ, გულისხმობ მის კემპსა და მწვრთნელს ტიმ ველს. მათ სიღრმისეულად განიხილეს ჩანაწერები, თითეული პოზიციები შეისწავლეს, მათ შორის ისეთი პოზიციები, რომელიც შონმა წააგო. მან იცოდა, რომ პოზიციებს ისევ წააგებდა. იცოდა, როცა მერაბი გალიასთან მიიმწყდებოდა და თეძოს მიუახლოვდებოდა, პრობლემა შეექმნებოდა. ასეთ შემთხვევაში მას შემდეგი სწორი ნაბიჯის გადადგმა მოუწევდა, რაც ტეიქდაუნის დაცვას გულისხმობს. ასეც მოიქცა, ომალი ამ საღამოს უბრალოდ კი არ მარცხდებოდა, არა, მას ცემაში ხევდნენ. ფეხზე დგომი დროს ფანტასტიკური იყო. პირდაპირ შულიდან უტევდა, ტანში ახვედრებდა, ხან ერთ მხარეს ბარბაცებდა, ხან მეორეც. მიყვარს მსგავსი ფეხის მოძრაობები, როგორცაც ის აკეთებდა. ვიტორმა მოგვიტანა ასეთი რამ, რასაც მარშის ნაბიჯი ქვია. ეს ტერმინი კენი ფლორინმა მასწავლა და გულისხმობს მარშს. ჯერ ერთ ფეხს დგამ, მერე მეორეს და ასე შემდეგ. ყოველ ჯერზე როცა ნაბიჯს დგამ, შენი ჯების ხელი უცებ ძლიერი ხდება. ესე იგი, ეს ჩემი ძლიერი ხელია, როცა ჩემი მარჯვენა ფეხი წინაა და ნაბიჯს გადავდგამ თუ არა, ის ხელი, რომელიც ჩემი ჯების ხელი უნდა ყოფილიყო, ძლიერი ხდება. ომალიც სწორედ ამ მარშის ნაბიჯებს გამდა, რასაც თავის გვერდ მოძრაობებს უსადაგებდა. უბრალოდ ლამაზი საყურებელია, ნამდვილად არის. ომალის საბრძოლო ხელოვნების გაგების უნარი და ზოგადად საბრძოლო ხელოვნების უნარ-ჩვევები ძალიან მაღალია. ჩვენ ვხედავთ ტიპებს, რომლებიც დომინანტობენ ერთ პოზიციაში. მაგალითად ხაბიბი. დემიენ მაიაც მახსენდება. მერაბი. კეილაც მახსენდება. მოკლედ, ისეთი დომინანტები არიან ამ ერთ პოზიციაში, რომ მათ შეუძლიათ გამოვიდნენ და იგივე აკეთონ. არა ინტერესებს საპასუხოდ რას უკეთებენ. მერაბმა წარმოუდგენელი სანახაობა გვაჩვენა. მერაბს როცა შევხედე თავიდან, მეგონა რომ 11 გამარჯვება ჰქონდა ზედიზედ. ღმერთო ჩემო, 11 UFC-ს ჩხუბი ზედიზედ. უცებ ვიხსენებდი, ნელ-ნელა ვიხსენებდი მის რეკორდს. მან ოლიმპიური ჩემპიონი და 4 მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა. ერთ-ერთი მათგანი ორჯერ. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არა 11 გამარჯვება, არამედ 12 აქვს. ღმერთო ჩემო.
12 გამარჯვება. მან მხოლოდ ორჯერ დაიცვა ქამარი, ერთხელ მთავარ ქართზე. მოკლედ, მან 12 ტიპი ცემა, ოლიმპიური ჩემპიონი, 4 მსოფლიო ჩემპიონი, ერთ-ერთი მათგანი ორჯერ. ღმერთო ჩემო, მე კიდევ გებულობ რომ კლავ ვწდები და სინამდვილეში 13-ია. ამ შეშლის ზედიზედ 13 გამარჯვება აქვს. მის რეკორდს გონივრულად ვერ შევხედავ. რადგან ჯერა რომ ეს რეიტინგი სწორია, ომალი პირველზე უნდა იყოს. ჯერა რომ რეიტინგი სწორია, უმარ ნურმაგომედოვი მეორეზე. ჯერა რომ რეიტინგი სწორია და კორი ჰენცაგენი მესამეზე. და მერაბი კი რეიტინგში სწორად მესამე მებრძოლს შეხვდება, რადგან მერაბმა საჩემპიონო გზაზე უკვე დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი და 4 მსოფლიო ჩემპიონი. მათ შორის ერთ-ერთი ორჯერ. ესენი უკან მოიტოვა. ახლა გვიწევს ამ ტოპ მებრძოლებს გადავახტეთ და გადავიდეთ იმაზე, ვინც შემდეგი საუკეთესო ვარიანტი იქნება, ოღონდ როგორმე კონკურენცია შევინარჩუნოთ. ყველა იმ მებრძოლიდან, რომლებსაც ქამარი უჭირავთ, მათ შორის ტეილასაც სწორედ მსგავსი მატჩების ჩანიშვნის გამო და ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ოპონენტთან მოუწიათ ჩხუბების გამართვა, ყველაზე ხანგრძლივი ჩემპიონი, ჩემი აზრით, მერაბი იქნება. მერაბი დიდი ვარსკვლავია. მაყურებელს მოეწონა ის. ყველაფერი სწორედ ქნა, ეროვნული მუსიკით გამოვიდა. შონომალიც ერთ-ერთ ყველაზე ეროვნული სიმღერით გამოვიდა და ძალიან მაგარი იყო. პრეზიდენტიც იქვე იყო. მოკლედ, მაგარი შოუ გამოვიდა. იქვე სენთეგენი წინა რიგებში იჯდა და გამარჯვებულს ელოდა. რომელიც როგორც აღმოჩნდა, მერაბი იყო.